მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სოხუმი თბილისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ჩაიარა აფხაზეთში ეგრეთ წოდებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ქაბოდონია გაწივწევაძე, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი. მოგესალმები. მოგესალმებით, თორემ. ყველა მიცით, რომ ჩვენი გადაცემა გახლავთ სწორედ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტი და დღეს სწორედ მის ხელმძღვანელთან გვაქვს მოგეთ შეხვედრა საუბარი და საუბარი ეხება აფხაზეთში ახალხან გამართულ ეგრეთ წოდებულ მუნიციპალურ არჩევნებს. და ჩემი აზრით საინტერესო იყო ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები ამჯერად, იმიტომ რომ საერთოდ ისე ჩაიარა, რომ მე ძალიან გამიჭირდა მაგალითად ახალი ამბის მოძებნა რაღაცა, რომ რა მოხდა იმ არჩევნებზე, ვინ გაიმარჯვა ბრწყალებში და ასე შემდეგ. რამ განაპირობა ასეთი ჩაყდომა ყველანაირი პოლიტიკური აქტივობის ამ არჩევნების დროს, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ რაღაც დონეზე დაძაბული არჩევნები, ხო? განსაკუთრებით ცხადია, საპრეზიდენტო ეწოდებული არჩევნები ყოველთვის იყო იქ საინტერესო ხმაურიანი, ეჯახებოდნენ ერთმანეთს საკმაოდ ძლიერი ადგილობრივი პოლიტიკური ფიგურები და ახლა საერთოდ ჩამოტარია თითქოს ყველაფერი, არავის არ აინტერესებდა და როცა ჩატარდა, არც არავის ინტერესი არ გამოუხატავს და არანაირი აღნიშვნა, არანაირი ანალიზი ვერ ივისი თუ რა მოხდა. რითი იყო გამოწვეული ეს ქალბატონაკა? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ 2 წლის განმავლობაში, რაც ეს გადაცემა მიყავს დამპატი შესტუმრად. მოდი ვისაუბროთ იმ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე, რომელიც ნახოთ, იმედია წარმატებული ეთერი გვექნება. იმ არჩევნები, რომელიც ჩატარდა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბუნებრივია საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული არ არის და შესაბამისად ძალიან შორსაა საარჩევნო პროცესისგან. მაგრამ ის, რაც მოხდა რეალურად 8 ნოემბერს ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, მთლიანად გამოხატავს იმ სურათს, რაც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ოპოზიციური ველი, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ველი მთლიანად მოსუფთავებულია და ნამდვილად ძალიან შვიდ გარემოში წარიმართა ეს ეგრეთ წოდებული პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ორგანოების თვითმმართველობის არჩევნები და ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები ყოველთვის უფრო ხმაურიანია ხოლმე. ახლა 288 კანდიდატი ყავდათ დაახლოებით 170 ადგილზე. ყველა ეგრეთ წოდებული მუნიციპალიტეტის დონეზე ჩატარდა და ოპოზიცია თითქმის ერთი მთელი რაღაც ორი ადამიანიც კი არ მოდის ერთ ადგილზე კონკრეტულად. დაახლოებით ეგრეა კი. და როგორ გითხრა, ოპოზიცია თითქმის არსად არ მონაწილეობდა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია გარდა გალის რაიონისა. უნდა აღინიშნოს, რომ სულ იყო 130,000 ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო და დაახლოებით 43% მივიდა ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ამ პროცესის მიმართ თვითონ თავად მოსახლეობაში ძალიან დაბალი არის ნდობა. ეს ალბათ იმ პროცესებმა განაპირობა, რომელიც წინ უძღვოდა ეგრეთ წოდებულ არჩევნებს და წინა ბუნტიდან, რომელიც გახსოვს არაერთი გადაცემა მიუძღვენი ამ თემას წინა წლის ნოემბერში რა ბუნტიც იყო, ამ ბუნტის შემდეგ რუსეთმა ისე იმუშავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ ველი მთლიანად მოასუფთავა, იცი რომ მოქალაქეობა ჩამოართვეს ყველა ეგრეთ წოდებულ ხმამაღალ ოპოზიციონერს, ჟურნალისტები კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს დაარქვეს უცხოეთის აგენტები და ასე შემდეგ. ერთ წელიწადში ზუსტად მოხდა, კი, ერთ წელიწადში. ძალიან მოკლე ხანში და ეხლა ჩვენი ჩული ვიყავით ყოველთვის, რომ იქ დუღდა ასე თუ ის პოლიტიკური პროცესი, ხო? ლეგიტიმური არ ლეგიტიმური ანიშნულობა აქვს, დუღდა. და ეხლა ჩამოყდა ეს მთლიანად საერთოდ. როგორ ფიქრობ, მომავალში როცა იქნება კიდევ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები, იქამდე შეძლებს გაცოცხლებას ეს შიდა პოლიტიკური პროცესი თუ ბოლომდე ჩაკლავს ამას მოსკოვი? უკვე მთლიანად ველი გასწორებულია ყველაზე ესეთი ხმაურიანი ვინც არის ადგურ არძიმბა ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატი ვინც იყო და ყველაზე ძლიერი ოპოზიციონერი შეიძლება ასე დავარქვათ ადგურმაც კი გუშინ ისეთი მიმართვა გამოა ქვეყნა ძალიან ლოიალური ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ სადაც ამბობს რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს მთავარია რომ თქვენ ემსახუროთ თქვენს ქვეყანას ანუ მთავარი ოპოზიციონერის მიმართვა მხოლოდ ეს იყო გქონდა ხაურებას ეს ადამიანი რომელსაც ლავის გაატრიალია მოაწყვეტ წლის წინ ნამდვილად მან და მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა რომელიც ერთმანეთში აღარც კი კონტაქტობენ ერთობლივ ბრიფინგებსაც კი აღარ აწყობენ ისე დაშორდნენ ერთმანეთს ამ პროცესების შემდეგ თუმცა ადგურზეც გვახსოვს რომ მისი ახლობლები წინა არჩევნებზე მომხდარი ბუნტის დროს დააკავეს იქ ტერორიზმის მუხლია მოქმედდეს და შესაბამისად ადგურიც რუსეთში რამდენჯერმე დააკავეს მართალია ხან მართვის მოწმობა
ჩამოვართვეს, ხან რამდენიმე დღე ციხეშიც გაუშვეს და შესაბამისად ისიც ძალიან დადუმებულია ამ ბოლო დროს, უბრალოდ თქვა, რომ თუ იქნება საკითხები, რომელიც ინვესტიციას და მიწის საკითხს შეეხება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ დაიცავთ ეგრეთ წოდებულ ნაციონალურ ინტერესებს. ეს იყო მხოლოდ მიმართვის ტექსტი. მისი თემა რაც იყო, აი ეს აფხაზური მიწის გასხვისება დიდ სპეკულირებდა ყოველთვის, მაინც ამას ევაღაუჭერა ბოლომდე არ ეშვება, მაგრამ აი იმას რაც ახლა ჩამოთვალე, რომ ხან დააკავეს, ხან დისადები დაიჭირეს, ეს უჩვენებს ჩემი აზრით ერთ რაღაცას, რომ აფხაზეთში თუ გინდა პოლიტიკური კარიერა გაიგეთო, საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადის მოსკოვზე და იქიდან ნებართვის გარეშე ვერაფერს ვერ ახდები საერთოდ, იმიტომ რომ შეიზღუდავენ ყველაფერს, იმიტომ რომ აფხაზეთი დამოკიდებულია მთლიანად რუსეთზე, რუსეთი ყველაფერს შეგიზღუდავს, ჩაიკეტავს ყველაფერს, ბოლოს დაიბლოკავს საბანკო ანგარიშებს, ანგარიშებს და დამთავრებული ხარ ესე გამო. ესეც მოიქცა რეალურად ნოემბრის ბუნტის შემდეგ რუსეთის სწორედ ასე მოიქცა ელექტროენერგია გათიშა, ჩაბნელა, გვახსოვს ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა, მთელი აფხაზეთი იყო ჩაბნელებული, შეუწყვეტა ბიუჯეტური დაფინანსება, შესაბამისად ვეღარ გაიცა ეგრეთ წოდებული საჯარო მოხელეების ხელფასები, სკოლები დაიკეტა და სულ რამდენიმე ისეთი ქმედებით, ისეთი წნეხი განახორციელა მოსახლეობაზე, რომ ყველა ერთგვარად მაშინვე მიხვდა, რომ მათი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა არის სრული ილუზია. და ალბათ მომავალში ყველა სხვა არჩევნები საპარლამენტო თუ ეწოდებული თუ საპრეზიდენტო ჩაივლის ამ სცენარით არაფერი არ მოხდება საინტერესო და დაიმსგავსება ბოლომდე რას და ფიქციას ხო გასაგებია. და შემდეგი არჩევნები ეგრეთ წოდებული კანონმდებლობით მათ უწევთ 4 წელიწადში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევანი ძალიან დიდი დრო არის რომ საერთოდ არჩევნებამდე მივა თუ არა საქმე რა პროცესებს განავითარებს თუ ასე წავიდა ის არის ანექსიური პროცესები რომელიც ახლა მიმდინარეობს საათ 1 წელიწადში ამდენი მოხდა პასპორტებს უპრობლემოდ გასცემს რუსეთი მართვის მოწმობებსაც კი აფხაზურს აღარ აღიარებს თავის ტერიტორიაზე და მოთხოვნა აქვს რომ ყველას კონდეს რუსული მართვის მოწმობებიც კი ბანკები ეკონომიკურ სფეროში მთლიანად არის შესული რუსეთი პენსიის ბარათებიც კი რუსული უნდა კონდეთ ხო და შესაბამისად სახელი ერქვა რაღაცა რუსულ ადგილობრივი ესე თქვა ჩდოს ერქვა რაღაც აფხაზური სახელი ეს იყო ესპეტი არაფერი და იყო რაღაც გაბრძოლების მაგვარი არჩევნების წინ მაყურებელს მოუყვეთ კარგად კანკავარჩი ადამიანი რომელსაც ჩამოთვლილი აქვს რაღაც მოქალაქეობა რუსეთის დაბლოკილია იქიდან ყველანაირად უდიზღაც დროებით იყო სოხუმის მერი ძალიან საინტერესო ფაქტია ესეც 2019 წელს და ეს ადამიანი დაესხა თავს ერთ-ერთი კანდიდატის შტაბ-მინისტრს და იქ აღმოჩინა რამდენიმე რუსი პოლიტექნოლოგი და ამხილა ესენი ჩარევაში იქ იპოვეს რაღაც დოკუმენტებიც რომელ აფხაზ პოლიტიკოს ამდენი ფული მისცეს რომელ აფხაზ პოლიტიკოსია რუსების მიერ მიჩნეული ნაკლებად ლოიალურად და მათ სერვორნი იმუშავონ როგორ უნდა განახორციელონ ზეწოლა მაგრამ ვარც არაფერი მოხდა ის რომ ეს პოლიტექნოლოგები გაიყვანეს სამართალდამცავებმა დაატოვებიეს ტერიტორია მშვიდობით გაიყვანეს რუსეთში და ამით ყველაფერი მორჩა ხო არაფერი ამ სკანდალს საბოლოო ჯამში გამოხდენი არჩევნებზე ეს იყო საინტერესო აი ადგურ არზიმბასგან განსხვავებით კანკვარჭიას შემთხვევა რა ხდება ამ შემთხვევაში ადგურს აქ ჯერ რუსეთის მოქალაქეობა და რაღაცებს კიდე ებღაუჭება კანკვარჭიას შემთხვევაში მას უკვე ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა შესაბამისად ამ მისი მწვანე პასპორტით ვეღარც რუსეთში მიდის და აფხაზეთიდან ვეღარსად გადის და შესაბამისად ვაბანკზე წავიდა შეიჭრა ესე იგი შტაბში ეგრეთ წოდებულ საარჩევნო შტაბში სადაც დახვდა რუსი პოლიტექნოლოგები. აი ეს ფაქტიც ნახე რამდენიმე ასპექტია. პირველ რიგში ის რომ რუსი პოლიტექნოლოგები ადგილზე იყვნენ. კი სამთავრობო მედიამ ეგრეთ წოდებულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რომ ეს პოლიტექნოლოგები კი არ იყვნენ რედაქტორები იყვნენ რომელიც რელიზებს ასწორებდნენ, მაგრამ რეალურად ხომ ვიცით რასთან გვაქვს საქმე. ეს იყო პოლიტექნოლოგები, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ და დოკუმენტაცია რომელიც კანმა გამოიტანა იქიდან პირდაპირ აჩვენებს რომ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ კანდიდატს რამდენი ქონდა ფული აღებული, იქ იყო წითელი, ყვითელი, მწვანე ფერებით ეს კანდიდატები გაფერადებული, ანუ რომელი იყო ლოიალურად განწყობილი ეგრეთ წოდებული სამთავრობო გუნდის მიმართ, რომელიც იზიარებდა რუსეთის პოლიტიკას, რომელიც შედარებით, რომელიც იყო ოპოზიციონერი და ასე შემდეგ, ანუ პროცესი მთლიანად წარიმართებოდა ამ პოლიტექნოლოგების მხრიდან და შემდეგ
ეგრეთ წოდებულმა უშიშროებამ ეს სამი ადამიანი გაიყვანა საერთოდ აფხაზეთის ტერიტორიიდან, ანუ ისიც კი არ თქვა რომ გააძევეს პოლიტექნიკა, გაიყვანეს, განარიდეს და ეს ერთის მხრივ თავისთავად ადასტურებს რომ კი, ერთის მხრივ ეს ადასტურებს რომ რუსეთი მთლიანად წარმართავს პროცესს, ამომრჩეველიც იმიტომ არ მივიდა ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებთან, რადგან იცოდნენ რა შედეგებიც დაიდებოდა წინასწარ. და მეორეს მხრივ ის ფაქტი, რომ ადამიანი ეგრეთ წოდებული დეპუტატი შევარდა იარაღით, თავს დაესხა, ცემა, ანუ როგორი განუკითხაობა ადგილს, თვითონ რუსებიც კი არ არიან უსაფრთხოდ, ეს ტურისტებთან მიმართებაში ჩანს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. აი აქ რო გავშალოთ, თვითონ რუსი პოლიტექნოლოგებიც კი არ იყვნენ დაცულები, იმიტომ რომ იარაღი უკანონოდ შეუძლია ყოველ მეორეს კონდეს, სროლები, თავდასხმა, აი ეს კრიმინალური სიტუაციაც კატასტროფულია. და საინტერესოა, თუნდაც საათი უკითხვა შეიძლება დავსვა, მაგრამ რაიმე წინასაარჩევნო დაპირება გაჟღერებულა საერთოდ კამპანიას. ესეც პარადოქსია, რომ თვითონ ეს კანდიდატები, ეგრეთ წოდებული კანდიდატები, ვისაც უნდა რომ ეგრეთ წოდებული ხო იყვნენ იქ და ურჩი ესნეთ რაიმე კანდიდატებს ეს დაპირება გაეცით, ეს უთხარით ხალხს თუ აი ძალიან ესეთი სიტუაცია არ მინდა რამე შეფასებითი სიტყვა ვიხმარო ამ მაყურებელმა თვითონ განსაზღვროს ამომრჩევლებთან შეხვედრებიც კი არ ტარდებოდა წინასაარჩევნოთ ეგრეთ წოდებული წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეგრეთ წოდებული ეს კანდიდატები ამომრჩევლებსაც კი არ ხვდებოდნენ აი სულ რამოდენიმე ტელეგრამ არხებზე ყველაფერი ვრცელდება იცი სულ რამდენიმე შეხვედრა ქონდა აი თავი ვალდებულათაც კი არ ჩათვალეს საკუთარ ამომრჩეველს შეხვედროდნენ გაეცნოთ ის პროგრამა რა პროგრამითაც უნდა და ამ ოკუპირებული ტერიტორიის მართვა იმიტომ რომ ყველამ წინასწარ იცოდა ის სურათი დაიდებოდა და სულ რამდენიმე საათში უნდა გამოაქვეყნოს ეგრეთ წოდებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები და ყველამ ვიცით რომ საბოლოო შედეგები და ყველამ ვიცით რომ ყველა ის კანდიდატი გავა რეალურად საკანონმდებლო ორგანოებში რომელიც ეგრეთ წოდებული მართველი გუნდის და შესაბამისად რუსეთის ინტერესებს გაატარებს. ანუ რეალურად იმ პოლიტექნოლოგიების საქმე, რომელიც დააკავებს იმ პოლიტექნოლოგიების საქმე იყო არა რაღაც საარჩევნო პროგრამის დაწერა, არამედ კონტროლი ადგილზე და ნახვა ვინ იყო ლოიალური რუსეთის მიმართ. არ იყო ქრთამების გაცემა მოსყიდვა და ასე შემდეგ. წინასაარჩევნო ეგრეთ წოდებული წინასაარჩევნო კამპანია რეალურად ჩაატარა სერგეი კირიენკომ თავისი 6 ჩამოსვლით, მას შემდეგ რაც დაინიშნა კურატორად დაახლოებით ნოემბრის თვიდან ყავს კირიენკო ხო, დეკემბრის თვიდან ოკუპირებულ აფხაზეთში და 6 ჯერ ჩამოვიდა ამ პერიოდის განმავლობაში მისი ყველა ჩამოსვლა, ყველა შეხვედრა, ყველა შენობის გახსნა იყო აი ამ ეგრეთ წოდებული საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ყველაზე აქტიური კანდიდატი იყო კირიენკო. უკან დაყრდნობა ყოველთვის გუმბა. ანუ წინ მიდის კირიენკო, უკან მიყვება გუმბა, პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ალბათ მსგავსი რაღაც წარმოუდგენელი იყო ხაჯიმბას დროსაც ჩემი აზრით, ხო? ეს უკან რომ დაძდებს ხაჯიმბა. იმიტომ რომ მაგ პერიოდში რაღაცა ილუზია იმის, რომ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ქვეყანა იყო აფხაზეთი, თვითონ ჰქონდათ. ახლა უკვე ეს ილუზია თავადაც არა აქვთ და შესაბამისად როგორ მითითებებსაც იღებენ, ზუსტად ისე იქცევიან. აი ოპოზიცია ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ცოტათი ნოემბრის თვეში თუ არსებობდა რაღაცა დოზით და კი იყო იქ აპარტამენტების შესახებ ეგრეთ წოდებულ კანონ პროექტზე დაპირისპირება, იყო ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის დროს დაპირისპირება, აი ეს ძველი მთლიანად ახლა მოსუფთავებულია. მოვლენების დროს მოდი გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, აი გააქციეს წინა პრეზიდენტი ბჟანია, ხო, საერთოდ გაიქცა, იქამდე მივიდა საქმე. და მართლაც აი ერთ წელიწადში საქმე ისე რადიკალურად შემოტრიალდა, რომ საერთოდ გაქცევაზე კი არა, ხალხი არ გამოდის ქუჩაში, ესეც კი არ ხდება. იყო ადრე გაატრიალებული შტურმები, გაქცევები და ეხა დემონსტრაციების მიტინგებიც კი არ მიმდინარეობს. და ნუ თუ ეს საბოლოოდ ესე თქვა კვდება ყველაფერი და ეს არის შეუქცევადი პროცესი. ეს არის შეუქცევადი პროცესი, თვითონაც ძალიან კარგი შეფასება გააკეთე, იმიტომ რომ ყველაფერი მიმდინარეობს რუსულ ენაზე, ყველაფერში არის რუსეთი და შესაბამისად მოსახლეობაც უკვე ამას შეეჩვია, იმიტომ რომ დაინახეს, რომ ის ხმამაღალი პროტესტიც კი, რომელიც იყო ნოემბერში, ეგრეთ წოდებულ სამთავრობო შენობებზე შეჭრა, გვახსოვს ღობეების ჩამოხსნა და ასე შემდეგ, რუსეთმა ძალიან მარტივად ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ეს პროცესი ჩაახშო. უბრალოდ გათიშა. როდესაც შენი ეკონომიკა, შენი ელექტროენერგია, ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე, პროტესტის გამოხატვის არსს და შინაარს მიზანს ვეღარ ხედავს მოსახლეობა. ისევ იგივე განმეორდება მოდის ზამთარი და რუსეთს შეუძლია ერთ დღეს აღარ მიაწოდოს ეს უფასო ელექტროენერგია, შესაბამისად
დარჩებიან სიბნელეში, დარჩებიან ბიუჯეტში ფულის გარეშე, ხელფასების გარეშე, ასე შემდეგ. ამიტომ უბრალოდ მოსახლეობაში არის ნიჰილიზმი და უკვე მიიღეს ის რეალობა, რაც აქვს და აქედან რა ყველაზე სავალალო ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას, რომ არ გავაჟღერო ისედაც მიხვდება ჩვენი მაყურებელი. ანუ რა გამოვიდა, რომ პრინციპში როგორც კი რუსეთმა მოკიდა ხელი სერიოზულად აფხაზეთს, როგორც კი რუსეთმა დაიჩინა კურატორად, მეფის ნაცვლად, მოდი ესე ვთქვათ, კვალიფიციური ჭკვიანი ადამიანი და კირიენკო ცხადი კვალიფიციური ჭკვიანი ადამიანია, ერთ წელიწადში ჩაკლა ყველაფერი, ესე გამოვიდა. აქამდე უბრალოდ არ უყურებდა სერიოზულად აფხაზეთს, არ წუხდებოდა. აფხაზეთი როგორც კი თავი შეიწუხეს მოსკოვში, მიუჩინეს საჭირო ადამიანი და ყველაფერი თავდება. რატო იცი, რაღაცა პერიოდის განმავლობაში და ეს 10-ეული წლებია, რუსეთი მუდმივად ასხამს ფინანსურ რესურსს აფხაზეთში და ამის კონტროლს თვითონაც არ აწარმოებდა. შესაბამისად მიიღო ნოემბრის ბუნტი, იმიტომ რომ ის თანხა, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან, დაილექა რამდენიმე პოლიტიკოსის, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსის ჯიბეში. შესაბამისად, უკმაყოფილება გაიზარდა მოსახლეობაში და რუსეთი მიხვდა, რომ რაღაცა ისე არ არის, ესე არ უნდა მიეშვა სადავეები. აფხაზები თავიანთი ფსიქოლოგიით არც ისე მარტივად სამართავი ხალხი არის და ეს რომ მიუშვა, მიიღო ნოემბრის ბუნტი. ეგრევე გამოუშვა შემდეგ კი, ხო. და ეს ფული არ განაწილდა ისე, იმიტომაც აფეთქდა ეს უკმაყოფილება. და შესაბამისად გამოუშვა ისეთი კანდიდატი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი გამოცდილება, სერგეი კირიენკო ოკუპაციისა და ანექსიის მიმართულებით არაერთ რეგიონში მუშაობდა და თავისი მთელი ტექნოლოგიებით ჩამოვიდა აფხაზეთში და ჩვენ და სამწუხაროდ ის შედეგი დაიდო, რა შედეგიც დაიდო. ოპოზიციური ველი მოსუფთავებულია, ეგრეთ წოდებული კრიტიკული ჟურნალისტები გაჩუმებულები არიან და აი ესეთ პირობებში ფიქციური არჩევნების ჩატარება საერთოდ არაფერი არ წინარდგას. ძალიან საინტერესო გამოვიტანეს მოსკოვში ალბათ, ფულს რო აძლევ, უნდა გააკონტროლო, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ეს ფული ვიღაცებმა იქ მოიპარონ, დარჩეს ფული ვიღაცებს, მივიღაც ვიღაცამ მე ბუნტი მოგეწყონ, ბუნტი მოაწყონ შენი ინტერესების წინააღმდეგ. ეხლა ალბათ ყველაფერს უფრო მკაცრად გააკონტროლებენ. თუ მოიპარავენ ცხადია ისე და ისე ესე ვთქვათ რუსების შედარებით ხმაურიან აი პროცესებს ველოდები უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ არ არსებობს ეს ყველაფერი გაკეთდა და კეთდებოდა იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული ინვესტიციების კანონი შემოbrunდეს ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ორგანოში და როდესაც შემოbrunდება ინვესტიციების შესახებ კანონ პროექტი, აღარ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, ცალკეული 1-2 ადამიანი თუ გამოჩნდება, როგორც ამ შემთხვევაში კანკვარჭია გამოჩნდა, რომელიც დაუპირისპირდება და ერთი მოქმედებდა ინდივიდუალურად და რესურსი მის უკვე არ ედგენდა, როცა ადგილვარდზიმ და მოაწყვლობის გაატრიალება, აშკარად ჰქონდა მას რაღაცა ფინანსური რესურსი, უმაგრებდა მხარს, ამიტომაც იყო ამდენი ადამიანი აიყოლია და ეხლა ერთი ყვარჭია შევალა სადღაც იარა. აი ესე ერთეული ადამიანები, აი როგორც კანკვარჭია და შეიძლება კიდე რამდენიმე ადამიანი გამოჩნდეს ამ ეგრეთ წოდებული კანონ პროექტის წინააღმდეგ და შემდეგ პროცესები განვითარდება ისე როგორც რუსეთს აწყობს, კანონ პროექტი დამტკიცდება და უკვე შეძლებს ოფიციალურად, კი ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, მაგრამ თვითონ რუსეთი იტყვის, რომ ოფიციალურად დაიწყებს მიწების შეძენას, სასტუმროების მშენებლობას, შემოვა მთლიანად რუსული ბიზნესი და აი ის თუ რამე ოდნავ ტურიზმში მაინც რაღაცას აკეთებენ აფხაზები, ამის საშუალებაც აღარ ექნებათ. თუ რაღაც აფხაზურ ოჯახებს აქ შემოსავალი, აქირევენ ოთახებს და ასე შემდეგ, ერთლიანად ჩავდება, იმიტომ რომ მე როცა რუსი ტურისტი ჩავა, დაისვენებს რუსების მენაშენებულ სასტუმროში და რა თქმა უნდა, მოთხოვნაც ეგ იქნებათ, კონკურენტუნარიანები ვერაფრით ვერ იქნებიან აფხაზები მათთან მიმართებაში და შესაბამისად თვითონ ალბათ გადაინაცვლებენ უკვე ამ მცირე ბიზნესიდან, მომსახურების სფეროში გადაინაცვლებენ უფრო მეტად, ვიდრე თვითონ ბიზნესს წაუძღვებიან და ის კიდე როგორ იმოქმედებს მათ ბიუჯეტზე და შემოსავლებზე გასაგებიც არის. ნუ ანუ სამწუხაროა, მაგრამ არის დიდი შანსი, რომ ამ ყველაფერს მოდი ისიც ვთქვათ, ამ ყველაფერს ჩვენ შეიძლება უწოდოთ რა, ფინიტა ლა კომედია და მორჩა ამით ყველაფერი. სამწუხარო რეალობა ის, რომ ეს ზუსტად ასე მოხდება, სულ ცოტა ხნის წინ იყო ოლეგ ბარციცის, ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის და სერგეი ლავროვის შეხვედრა და ლავროვმა პირდაპირ თქვა, რომ აფხაზეთში უნდა განვითარდეს ინვესტიციები, უნდა შემოვიდეს, აფხაზეთი უნდა განვითარდეს, წინადადებებს შორის ძალიან მკაფიოდ უთხრა, გზავნილი რა უნდა გააკეთოს შემდეგ ნაბიჯზე ოკუპირებულმა აფხაზეთმა. ასენებია. ნუ არც თუ ისე ოპტიმისტური, მაგრამ თავი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რეალური სიტუაცია რა არის აფხაზეთში, აქედან გამოვიდეთ და არ ვიკვებოთ რაღაცა ტყუილებ ილუზიებით. ძალიან დიდი მადლობა, შეახსენებთ ყველას, რომ ჩვენთან დღეს თუმრად ბრძანდებოდა ქალბატონი ეგა წირწივაძე, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის უფროსი და ჩვენი გადაცემა ცხადია
ისევ დაგებრუნდებათ.